გამარჯობა, მეგობრებო. წარმოგიდგენიათ, რომ მთელი კვირა სახლში ვარ გამოკეტილი და ეს ყველაფერი საიდუმლო ლაბორატორიის გამო, საიდანაც მონსტრების მთელი ბანდა გაიქცა. ახლა გარეთ გასვლის ყველას ეშინია. მოიცადეთ, ბავშვებო, იანა რეკავს. გამარჯობა, ამელია, როგორ ხარ? სახლში ისე მოწყენილი ვარ. წარმოიდგინეთ, არ გაქვს. მეც, რაღაც უნდა ვქნათ. რა ვქნათ? უამრავი მონსტრი დადის გარეთ. ჩვენ სამუდამოდ ვერ დავიმალებით. მართალი ხარ? რა მოხდება თუ ამ ურჩხულებს თავად შევებრძოლებით? ჩვენ ურჩხულებზე მონადირეები არ ვართ. თუ ვივარჯიშებთ, მონადირეები ადვილად შეგვიძლია გავხდეთ. კარგი იდეაა. მოდი, ჩვენივე მონსტრებზე მონადირეების კლუბი შევქმნათ. ამელია, შენ გენიოსი ხარ. როგორ მოხვედი აქ? შენზე ნერვიულობდი. ერთი ურჩხული დავინახე, მაგრამ ის შორს იყო. კარგი. მალე ჩვენს ქალაქში არც ერთი ურჩხული აღარ დარჩება. დიახ, შევუდგეთ საქმეს. საიდან დავიწყოთ? პირველ რიგში ყველა მონსტრი უნდა შევისწავლოთ. კი, მაგრამ ჯერ სახედი გჭირდება. კარგი, მართალი ხარ. კლუბისთვის შესაფერისი სახელი უნდა მოვიფიქროთ. რა სიტყვი ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბზე, როგორც სერიალ Stranger Things. დიახ, ჩვენ მათნაირები ვართ. შეხედე დროშას. რა მაგარია, ახლა ჩვენ ნამდვილი კლუბი ვართ. კარგი, ახლა კლუბი გვაქვს. რა არის შემდეგი? ჩვენ უნდა შევისწავლოთ მონსტრების სისუსტეები, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცით. დიახ, ინტერნეტში ინფორმაცია ცოტაა. ეს საიდუმლო ლაბორატორია იყო. ახლა ხან ერთი რამ გამახსენდა. ვაუ, ეს სიზმრების დამჭერია. ულამაზესია. ეს უბრალო რამე არ არის, ის მონსტრებს იზიდავს. ამელია, ჭკუიდან გადახვედი? ჩვენ ჯერ არ გვივარჯიშია. ნუ ხედავ, ეს დაგვეხმარება მონსტრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. დარწმუნებული ხარ? მოდი ეს გარეთ დავკიდოთ და ურჩხულებს უთვალთვალოთ. მაშინ წავიდეთ და ჩამოვკიდოთ. დარწმუნებული ხარ, რომ საშიში არ არის? ყველაფერი კარგად იქნება. რა მოხდება თუ სახლში მონსტრები შემოვლენ? ამისთვის ესენი მაქვს. გინდა მონსტრებს გადაუხადო, რომ წავიდნენ? ეს აშკარად არ იქნება საკმარისი. ეს არის ამულეტები, რომლებიც დაიცავს ჩვენ სახლს. კარგია, წავიდეთ და დავალაგოთ ისინი. გამარჯობა, რას აკეთებ? ლუნა, შემაშინე, მეგონა ურჩხული იყავი. უცებ მომინდა თქვენი ნახვა. შევიდეთ შიგნით, ურჩხულები ნებისმიერ წუთს აქ იქნებიან. ლუნა, რატომ მოხვედი? გარეთ საშიშია. ფრთხილად მოვედი. რა არის ეს? ეს ურჩხულების დამჭერია. ერთ-ერთი მათგანი სადღაც ახლოსაა. ო, არა, ურჩხული სადღაც აქ არის. აქ არავინა, გამორთე ეს მოწყობილობა. აქ ნამდვილად არ არის მონსტრი. იქნებ მოწყობილობა გაფუჭდა? შეიძლება. შეგიძლია დამეხმარო ამ ურჩხულის ამულეტების განთავსებაში? ისინი არ მუშაობენ, ისევე როგორც შენი სირენა. ამელიამ თქვა ამელია არ არის მართალი, ჯობია გადააგდო. მოიცადე, იქნებ ისინი ჩვენ დაგვეხმარნო. რა მოხდება თუ პირიქით ისინი მონსტრებს იზიდავენ? ესეც მართალია, ამელია გადააგდე ისინი. კარგი, რა არის ეს? დაგვავიწყებ, ჩვენ ურჩხულებზე მონადირეთა კლუბი დავაარსეთ. ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი. მაგარია არა? მართლა? შეხედეთ საკუთარ თავს. როგორი მონადირეები ხართ თქვენ? ჩვენ ყველაფერს გავიგებთ მონსტრების შესახებ და გავანადგურებთ მათ. დაივიწყეთ, სხვა უკვე ზრუნავს ამაზე. მოდი ფილმს უყუროთ. ოჰ, ფილმები მომბეზრდა. ლოდინმა დამყალა. გეთანხმები. მოდი ამ ურჩხულებს გავუმკლავდეთ და მშვიდად ვიცხოვროთ. საშიშია. თავი დაანებეთ ამ იდეას. თუ ჩვენთან ერთად არ ხარ, შეგიძლია წახვიდე. კარგი, თქვენთან ვარ, მაგრამ თუ რამე ცუდი მოხდება, თქვენი ბრალი იქნება. კარგი, დავიწყოთ. რა მონსტრები გინახავთ? მე ერთი საშინელი მონსტრი დავინახე. იგი ძაღლსა და ხვლიკს გავდა. მე მგონი ეგ მეც დავინახე. მე ვერავინ ვერ ვნახე. იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია? მართალია, ქალაქში ყველა ამაზე საუბრობს. ძალიან ბევრი რამე თქვეს და ახლა ყველგან ურჩხულებს წარმოვიდგენთ. ლუნა, დღეს მე ჭკუიდან გადაგყავა. გაჩერდი, ჩვენ ურჩხულებს ვებრძვით და არა ერთმანეთს. რა იყო ეს? მიწისძვრა, შანსი არაა. შეხედეთ აქ. აქედან სწრაფად უნდა გავიქცეთ. სახლი შეიძლება ჩამოინგრეს. ვერ გავიგე, აქ უზარმაზარი ორმო იყო. ის ახლა აღარ არის. თუ სახიფა თუ არ არის, მაშინ სახლში შევიდეთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ყველამ დავინახეთ, რომ მიწისძვრა იყო. იქნებ ეს ურჩხულია, რომელიც ილუზიებს ქმნის? ეს რა არის?
ვინმეს ფლეშკა? გადააგდეთ. რატომ აგროვებთ ამდენ ნაგავს? შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი იყოს. ნახოთ რა არის მასზე. შევიდეთ შიგნით. ეს ძალიან უცნაურია. იქნებ ეს ფლეშკა არ უნდა შევაერთოთ? რა მოხდება თუ ვირუსი აქვს? რა მოხდება თუ მას ყველა პასუხი აქვს? ჩვენ უნდა შევამოწმოთ. როგორც ჩანს, ფლეშ დრაივი დაბლოკილია. გასააქტიურებლად 1000 ლაიქი გჭირდება. მეგობრებო, დაგვეხმარეთ. დაალაიქეთ ვიდეო, რომ ვნახოთ რა არის ამ ფლეშკაზე. თქვენს გარეშე ვერ შევძლებთ. ამ ფლეშკას ნამდვილად აქვს ვირუსები. მათ ესეც ვნახავთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 1000 ლაიქს დააგროვებთ. მადლობა, მეგობრებო, თქვენი წყალობით გავარკვევთ რა არის ფლეშკაზე. აქ რაღაც ვიდეოა. სწრაფად ჩართე. მაინტერესებს რა არის. დღეს ჩვენს ლაბორატორიაში უნიკალური ნიმუში ჩამოვიდა. ეს საიდუმლო რაღაცაა. ჩვენი ლაბორატორია მსოფლიოში პირველი არის, რომელმაც ეს მიიღო. ამით ჩვენ შევძლებთ პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ადამიანის შექმნას. თქვენ უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდებით. აი, ჩვენი პირველი მოხალისე. ეს წარმოუდგენლად ძლიერს გაგხდით. როგორც ჩანს, ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. თუ კონტროლი დაიკარგება, ამ ბურთებს მისი შეჩერება შეუძლიათ. ეს ვიდეო რა არის? ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერის ღიურს გავს. კარგი. ან ეს უბრალოდ ფილმია? ეს ბიჭი ნახე? ის სუპერ ადამიანად გადაიქცა. ყოველ შემთხვევაში, ეს ფილმი უსარგებლო არის. ახლა ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ასეთ გიგანტებს შევხვდეთ. მათი შეჩერება რაიმე სახის ბურთით შეიძლება. ისინი ჩვეულებრივ ფოლგის ბურთებს გვანან. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმეს დამზადება. გოგოებო, შეუდექით საქმეს. ახლა უნდა ვივარჯიშოთ ბურთებით სამიზნეში სროლაზე. ლუნა, დადექი, შენ იქნები სამიზნე. არანაირად, ამაზე ჩვენ არ შევთანხმებულვართ. მაშინ ბურთები სავარჯიშო მანეკენს ვესროლოთ. დროის ფუჭად კარგვაა. მეცნიერმა თქვა, რომ ამ ბურთებით მონსტრების დამარცხება შესაძლებელია. ხო, მართალია კი, თუ მათ შეტევამდე სროლას მოვახერხებთ. სინამდვილეში გულა მართალია. ხოლოდ ბურთებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. გოგოებო, მართალი ხართ, ვარჯიში ჯობია. რა არის ეს? ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ, რომ ურჩხულივის ძლიერი ვიყოთ. დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ. ამ სიზრიერის მოპოვებას დიდი დრო დასჭირდება. არაა პრობლემა, დრო გვაქვს. რა მოხდება თუ ლაბორატორიიდან იგივე სითხეს ვიპოვით და დავლევთ? გინდა ურჩხულად გადაიქცე? გაგიჟდი? დამშვიდდი. ეს ისე უბრალოდ ვთქვი. მეტი წონა გჭირდებათ. ნუ გვიბრძანებ, ლუნა, ეს ისედაც საკმაოდ რთულია. ეს ისევ ხდება. ურჩხული გამოჩნდა ჩვენ სეზონში. ნუ აყვებით პანიკას. ავიღოთ ჩვენი იარაღი და ვეცადოთ მის დამარცხებას. აი ისიც. სწრაფად, ბურთები ესროლეთ. ცეცხლი. ჩვენ ეს შევძელით. შეხედეთ, ეს ამბაზრდენია. ეს შიგნით იყო? ეს ამბაზრდენია. ნუ შევეხებით. ეს ყველაფერი ურჩხულის ნაწლავებშია. აქ ფლეშკადებს. გონია რომ ლაბორატორიიდან, სანამ არ შევამოწმოთ ვერ გავიგებ. კარგი, მოდი შევამოწმოთ. იქნებ ჯერ ვნახოთ რა არის ხუთში. გონი ჯერ ფლეშკა უნდა ვნახოთ. მიდი, ჩართე. როგორც ჩანს, ექსპერიმენტი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. მოხალისეები კონტროლიდან გამოვიდნენ და ძალიან აგრესიულები გახდნენ. ის გაიქცა, სად შეიძლებოდა რომ წასულიყო? რა არის ეს? აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. შეიძლება ამ მოსწრების ზალა იყოს? ეს ყურადღებით უნდა შევისწავლო. ახლა ეს მონსტრი უნდა ვიპოვო. კარგია რომ ამ ყუთში ყველაფერი არის, რაც მჭირდება. აი რაში იყო საქმე? ურჩხულები ასე გაიცნენ. ეს ყუთი ვიდეოში იყო. არის აქ მონსტრების მოსაძებნად ხელსაწყოები? გავხსნათ და ვნახოთ.
გახსნა შეუძლებელია. ამისთვის 5000 ლაიქი არის საჭირო. ვაუ, ეს ბევრია. კიდევ ერთხელ მოგვიზევს ჩვენს მაყურებლებს ვთხოვოთ, ვისაც დაულაიქებია ეს ვიდეო ჯერ, ახლა დროა რომ დაალაიქოთ. მიდით, კიდევ ცოტაც. 5 გაიხსნა. მეგობრებო, თქვენ ისევ დაგვეხმარეთ. შეხედეთ, კინდერის კვერცხები. რა მოხდება თუ ისინი მონსტრის კვერცხები არიან? კარგი, ახლა შევამოწმებთ. ცოცხალი არაფერია, შეულებრივი კინდერის კვერცხია. მაშინ გავხსნათ, იქნებ შიგნით რაიმე მინიშნება იყოს. სნეკი ისედაც არ მაწყენდა. ასე რომ გახსენი. ეს ჩემთვისაა. გემრიელია, კარგი. ნახოთ რა გვაქვს აქ. ნახოთ, იქნებ ურჩხულების ფიგურები იყოს? ლამაზია. თუ რომელიმე სათამაშოს ცნობთ, კომენტარებში დაწერეთ. კარგი, ახლა შემიჯერია. რატომ ხართ ყველა ასე მშიერი? ჭამის დრო არ გვაქვს. ო, რა საყვარელი სათამაშოა. მეც მინდა ეს. შეგიძლია აიღო, როცა მონსტრებს გავანადგურებთ. შეხედე, ვინ არის აქ? ეს სათამაშოები მართლაც მებარია. ნეტას ხვებში რეები ამოვა. მოგვიანებით გავხსნათ. ამასობაში ნახოთ კიდევ რა არის ამ ყუთში. საზისხარის სათვალეა. ისინი ელეგანტურები არიან. რა არის ეს? ანტენას გავს. რა უცნაური რამეა. საერთოდ ვერ ხვდები, რატომ გჭირდება ეს ყველაფერი? როგორ დაგვეხმარებიან ისინი მონსტრების პოვნაში? აქ წერილია, წაიკითხე, ეს კომპასი ყოველთვის მიგიყვანთ წითელი პორტალის ენერგიასა და ურჩხულების ენერგიაზე. მართლა? აქეთკენ მიუთითებს, ურჩხული უნდა იყოს იქ. წავიდეთ მის დასაჯერად. მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია წაკითხვა. ეს მონაცემები ყოველთვის ურჩხულზე მიუთითებს. მონაცემები სამ მიმართულებით მიუთითებს. ეს ყველაფერი სისულელეა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ურჩხულზე მიუთითებდეს? შესაძლოა მართალი ხარ. კარგი, კიდევ რა? ეს სათვალე ურჩხულის კვალის დანახვაში დაგეხმარებათ. მოდი შევამოწმოთ. გარეთ გავალთ და შევამოწმებთ. შეუძლებელია. ლუნა, შენ ხარ? იანა, დამეხმარე. მაშინვე შემნიშნე, რომ ლუნა უცნაურად იქცეოდა. ლუნა, რა დაგემართა? კარგი, გამიშვი და გეტყვი. არავითარ შემთხვევაში. ლუნა, აუცილებლად გადაგარჩენთ, მაგრამ ჯერჯერობით აქ დარჩი. ვერასდროს შეძლებთ მასთან გამკლავებას. ვისთან? იანა, წავიდეთ, სხვა ურჩხულებიც უნდა ვიპოვოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ როგორ მუშაობენ ისინი. უბრალოდ დამშვიდდი და ისინი გზას გაჩვენებენ. შეხედე, მუშაობს. შესანიშნავია, სათვალეს მოვიტან, რომ ურჩხულები დავინახო. მართლა არიან ჩვენს სახლში მონსტრები? ლუნას შეეძლო ისინი მოეყვანა. მოამზადე ბურთები. მზადა. აქ არავინაა, შეიძლება მოსყობილობა გაუმართავი იყოს? ჰეი, საიდან ისევე ეგ ყუთი? ოთახში ბზარია, მაგრამ მისი დანახვა მხოლოდ სათვალით შეიძლება. ანუ მონსტრები საკმაოდ ახლოს არიან? არა მგონია. კიდევ ერთი ფლეშკა. ის აუცილებლად შეიცავს ინსტრუქციებს თუ როგორ დავამარცხოთ ურჩხულები. თითქმის მივხვდი როგორ შემეჩერებინა ეს მონსტრები. მალე ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენს მცდელობებს და ჩვენ გეგმას განვახორციელებთ. ზარის ხმა ურჩხულებს ამშვიდებს და მათ ადამიანებად აქცევს. ო, არა, ერთ-ერთი სასწრაფო სუბიექტი ისევ გაიქცა. არა, ეს ურჩხული ჩემს საქმეს აფუჭებს. აი, იარაღი მონსტრების წინააღმდეგ. ის ჯერ მზად არ არის. უნდა დავმალო. ო, არა, ისინი ჩემსკენ მოდიან. მან თიციან, სადაც ვარ. ვაუ, ნახე რა გააკეთეს მათ ლაბორატორიაში? ანუ ყველაფერში წითელი სითხეა დამნაშავე? ექსპერიმენტები მაშინ უნდა შეეწყვიტათ. რას ფიქრობდნენ? ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას. რა დევს ყუთში? მეცნიერმა თქვა, რომ ზარის დარეგვა მონსტრებს კონსმოსლაში დაეხმარებოდა. ცადოთ ლუნას გათავისუფლება. წავიდეთ. ლუნა, ხმაზე გაამახვილე ყურადღება. თავს უკეთ იგრძნობ. ლუნა, როგორ ხარ? გონს მოხვედი? ის ჩუმად არის. ლუნა, სად ხარ?
შეხედე, გაიქცა. ოღონდ ეს არა. მან კინტერის კვერცხები ჩვენ გარეშე გახსნა. ნახე რა ამოვიდა მას. ეს არ არის ის, სადაც უნდა ვინერვიულოთ. ლუნა ურჩხულია და გაიქცა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ. ყუთში იარაღია. ეს ის წამალია? აქ სხვა რამეა. ალბათ ეს იარაღია, მაგრამ არ მესმის როგორ გამოვიყენო. შეხედე, ეს უიჯას თაფას გავს. სწორედ ეს დაგვეხმარება მოჩვენებებთან საუბარში. მაინტერესებს, რატომ არის ეს ყუთში? იქნებ ვიმესთან საუბარი გვჭირდება, მაგრამ ვისთან? მეცნიერთან. მან ეს გამოგვიგზავნა. კარგი, მოდი, ცადოთ. მეცნიერო, ჩვენთან კომუნიკაციას ვცდილობ? კარგი, რა უნდა გავაკეთოთ, მეცნიერო? D R I N K რაღაც უნდა დავლიოთ. ეს უნდა დავლიოთ? დიდი ალბათობით. წითელი თუ ლურჯი? ჩვენ ნახეთ რა ემართებათ მათ. ვინც წითელს დალევს, მაშინ ლურჯი დავლიოთ. კარგი, ანუ მონსტრების განადგურებას ვცდილობთ? კი, მაგრამ არ გამოგდის. და ეს ყველაფერი შენს გამოა. რა გააკეთე შენს ლაბორატორიაში? ერთ დღეს მისიდან რაღაც უცნაური ამოთხარეს. ვერ გავიგეთ რა იყო. სანამ ჩემმა მეგობრებმა შემთხვევით კანზე ეს ნივთიერება არ დაიყვარა. ამ სითხის ერთმა წვეთმა ჩემი მეგობარი 20 წლით გაახალგაზრდავა. შემდეგ მივხვდით, რომ ეს ნივთიერება ადამიანებს ახალგაზრდობასა და ძალას მატებდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხალხი კონტროლიდან გამოდიოდა, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ამას გავუმკლავდებოდით. შემდეგ კი ინციდენტი მოხდა. ნატრალიდან ურჩხულები ამოდიოდნენ. ყველა, ვინც სითხე დალია, გაგიჟდა და ურჩხულად გადაიქცა. ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა და მონსტრები გაიქცნენ. ისინი მოდიან, ბევრი დრო არ მაქვს. როგორ გამოვიყენოთ ეს იარაღი ყუთიდან? შეავსეთ იარაღი წითელი წამლით და დაუმიზნეთ ურჩხულს. ეს აუცილებლად იმუშავებს? ეს იარაღი არ არის გამოცდილი, მაგრამ მე მჯერა, რომ ის იმუშავებს. რა იყო ეს? ეს ერთგვარი თანამედროვე ტექნოლოგიაა. ვაიმე, ოღონდ ეს არა. აქ ურჩხულები არიან? ვაიმე, იმედია სახლში არ შემოვა. იჩქარე და ჩვენი იარაღი მოამზადე. ის უკვე სახლშია. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თავს. ლუნა? ლუნა, შენ ხარ ის მონსტრი? მე ურჩხული არ ვარ. მე უბრალოდ ახლა უფრო ძლიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, მალე ვიპოვით წამალს და განიკურნები. პირიქით, მე განკურნავთ თქვენ. იანა, მიდი. ეს არ მუშაობს. სულ ეს არის გაკეთებაც შეგიძლია? ლუნა, ჩვენ მეგობრები ვართ. გახსოვს? რა მოხდება თუ? რა გააკეთე? ბურთულები და წითელი სითხე ერთმანეთში აურიე და აი რა მოხდა. ამელია, შენ გენიოსი ხარ. უბრალოდ პანიკაში ჩავარდი და არ ვიცოდი რა მექნა. ეს შემთხვევით მოხდა. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით როგორ ვებრძოლოთ მონსტრებს. ქალაქში პორტალი რაც შეიძლება მალე უნდა დავხუროთ. აქ. გონი ეს ბოლო პორტალი იყო. დიახ, კარგია რომ დავხურეთ და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო. რა მოხდა? არა, რა გავაკეთეთ? სწრაფად დავბრუნდეთ სახლში. ჩვენ გავიქეცით და არ დაგავისწრეთ ახის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ ახალი თავგადასავლები. ნახვამდის ყველას!